ამ 3 წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა მორიგ მეზობელს დაუწყო ომი, რუსეთიდან საქართველომ გაუღო კარი რუსებს და რუსეთიდან დღესდღეობით 25 წლის აპრილის სტატისტიკით 100,000-ზე მეტი რუსია შემოსული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ აქედან უმეტესობა KGB და FSB-ს თანამშრომლები არიან. რა ხდება ახლა პირველ ადგილზეა თურქეთი, მაგრამ თურქეთს ჩვენზე 100-ჯერ მეტი მიწა აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ თურქებმაც კი შეაჩერეს რუსების შესვლა და რუსებზე გაცემა რაღაც მიყიდვა მიწების. თურქებმაც კი შეაჩერეს და ჩვენ პატარა საქართველოს, სადაც ვართ 3 მილიონი მხოლოდ დარჩენილი და აქედან ქართველებს აიძულებენ უაზროდ გაძვირებული ცხოვრებით და ფასებით ოცნება აიძულებს რომ გაიქცეს საქართველოსთან და სადმე ევროპაში ან რაღაც ნახოს ვის მოემსახუროს რომ 1-2 ლუქმა იშოვლოს თავისთვის და გარბის ყოველ შემთხვევაში გაედინება ძალიან ბევრი ამასობაში ჩვენი თავრობა თბილისში და ბათუმში კორპუსებს დგამენ კორპუსებს კი მაგრამ ქართველი თუ გადის უცხოეთში ჩვენ უფრო ნაკლებით ურჩებით ვიზია გათვლილი ეს კორპუსები ვიზა და რუსებზე აი იმ FSB-ს და KGB-ს თანამშრომლებზე რომლებიც საქართველოში უკვე არიან 100,000 ჩვენ ვართ 3 მილიონი ეს 100,000 ერთმანეთს თელ ინტერნეტ სივრცეში თავაზობს რომ ჩამოდით საქართველოში და საქართველო კაია და გადასარევია და ალბათ ძალიან მალე საქართველოში ქართველი მოსახლეობა რაღაც 2 მილიონამდე ჩავა და რუსი შემოსახლებული FSB და KGB გახდება ისევე 2 მილიონი. ეს როგორი ღალატია იცით სამშობლოში? ამაზე საშინელი ღალატი ალბათ არ ჩაუდენია არც ერთ თავრობას. რუსი როგორ იწყებს ომს მეზობლებთან? მეზობლებთან კი არა საერთოდ ყველასთან. იქ რუსული მოსახლეობა შეავიწროეს და რუსულად არ ალაპარაკებენ. და შეყავთ ჯარი. აქ უკვე ჯარის შემოყვანაც არ დაჭირდება, იმიტომ რომ მთელი ჯარი ეხლა შემოდის და თქვენი დახმარებით მეოცნებეებო. თქვენ იცით რომ ისტორიაში შეყავთ როგორც ყველაზე მოღალატე ჯგუფი, სექტა რომელმაც საქართველო გახვია ძალიან დიდ შარში.